რომ გითხოთ ვისთან ასოცირდება ჩემთვის ბერლინი, ესენი არიან მაგდა და ბესკა. სექტა ბესკა რა. ჩემთვის ბესკა. ჩემთვის. თუ გინდა ვილაპარაკოთ, ვიზეც გინდა. შვება იყო, რომ აი აღარ უნდა გვიარა კლუბებში. ჩვენი ფული ასაგროვდი, მაგაში მიდიოდა. რა თქმა უნდა. ჩემი სიამოვნება არ იყო რა, რაღაც კამფეტი იყო, კასეტა. მან არის ზღვარი სადმე, ფსკერი არსებობს მან. ბოლომდე პირატულ პროდუქციას ვამზადებდი მე თვითონ. თუ გახსოვს მომენტი, როცა იფიქრე, რომ შემიძლია ამის შემქმნელიც ვიყო. ის იყო რაღაცნაირად ჩემი მედიუმი. როგორ გადაითარგმნა იქ ყველაფერი ელექტრონულ მუსიკაში? მთელი სხეულით გრძნობდი, რომ მასთან უნდა წამოსულიყავი. ძირითადი ქართული ელემენტი რა არის შენ შემოქმედებაში? გართობა ვიცით, რა სხვა დიდად არ ვიცით. ვიღაც ხელს რო გვიშლის, მე იმას რაღაცნაირად ვებძვით. აი დენსფლორზე რო ვიკითხეთ ეგა, თავარი ალბათ რასაც განიცდი ადამიანი არის სრული თავისუფლება, ხო? თმობთ თავისუფლებას, მე მოვიპოვებთ თავისუფლებას და შეგაუძვრეთ, გამოუძვრეთ. საბოლოო ჯამში მე მგონი მაინც გადავრჩებით. რა საერთიანებს საბოლოო ჯამში საკლუბო სცენა? შემოbrunდა ფაშიზმი ისევ ყველგან ხედავ რა მაგის ნიშნებს. როგორ უნდა გამოიგონ მაშინზე, როცა არ არის? ჩემი ურთიერთობა მაგდასთან, შეხვედრებით, ახალი ადამიანებით, სიტუაციებით, რაღაც ადგილები, ყველაფერი გაძლევს რა ინსპირაციას. თუ შენ მართლა ღრმად ხარ, იმ ქართულს ხედავ რა, ეს არ არის რაღაცა ბერლინური. ადამიანი რატო უსმენს მუსიკას? გათავისუფლების ერთ-ერთი გზა არის. მესიჯი არის მუსიკა. მაგ მომენტში ყველაფერი სწორია ხოლმე რა.